გამარჯობა, მე მარიამ მენაბდე ვარ და დღეს ვისაუბრებ თუ რა გავლენას ახდენს არქიტექტურა ადამიანზე და პირიქით, ადამიანი არქიტექტურაზე. როგორ ვირგებთ მას ჩვენზე და როგორ ვხდით ჩვენი იდენტობის გამომხატველ ნაწილად. შეიძლება იკითხოთ რა შუაშია შენობა ჩემს ეთნიკურ იდენტობასთან. ვიტყოდი რომ თავშია. შენობა არ არის მხოლოდ კედლები და სახურავი, ის ჩვენი ცხოვრების, წესის, ტრადიციების, ღირებულებების მატერიალური გამოხატულებაა. და წარმოიდგინეთ ისეთი რეალობა, სადაც ყველა ქალაქი იდენტურია, მინის შენობები, ბეტონის კუბები, ერთნაირი კვარტლები, ალბათ ძალიან მოსაწყენი იქნება და უსულო. საბედნიეროდ ასე არ ხდება. სოციოკულტურული გარემო პირდაპირ ისახება ადამიანზე და ზუსტად ჩვენ, ხალხი ვცვლით არქიტექტურას. ამის მშვენიერი მაგალითია თბილისური ეზოები. ევროპელი არქიტექტორების მიერ დაპროექტებული სახლები დროთა განმავლობაში ადამიანებმა ასე ვთქვათ გადააკეთეს და სივრცე მოირგეს თავიანთი ცხოვრების წესის მიხედვით. მეზობლებთან ერთად ყოფნისათვის, საერთო სუფრებისათვის, ერთად სიხარულისა და მწუხარების გაზიარებისთვის, რასაც თბილისურ ეზოს ვეძახით. ამ ეზოებში სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ: ქართველები, სომხები, აზერბაიჯანელები, ებრაელები და სხვა. ეს არ იყო მხოლოდ შენობა, ეს იყო სოციალიზაციის, ტოლერანტობის, თანაცხოვრების მოდელი. მერე ისტორიულად ქალაქის განაშენიანებას მასიურად ემატება ხრუშოვკები. უნიფიცირებული იდენტური შენობები, რომლებიც სრულიად აიგნორებდნენ ადგილობრივ ცხოვრების წესს და სტილს. დროთა განმავლობაში მაცხოვრებლებმა ამ ერთგვაროვანი სივრცეების მორგებაც კი დაიწყეს. თავიანთ საჭიროებებზე, რაც გამოვლინდა მიშენებულ ლოჯიებში, გადაკეთებული გარედან, შიგნიდან, ქაოტურია? დიახ, ესთეტიკასთან პრობლემა გვაქვს თუ არა? რა თქმა უნდა კი, მაგრამ ეს იყო ასე ვთქვათ პროტესტი უნიფიცირებული არქიტექტურის წინააღმდეგ. და მაინც ამ ხრუშოვკების ეზოებში ჩამოყალიბდა სამეზობლოები, მაცხოვრებლები ერთმანეთს დაუახლოვდნენ, ეზოები გამწვანდა, ადამიანებმა იპოვეს გზა, როგორ შეენარჩუნებინათ თავისი იდენტობა. რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ? არქიტექტურა ვერ იქნება მხოლოდ არქიტექტურის ამბიცია. ის უნდა ითვალისწინებდეს ადამიანების ცხოვრების წესს, ტრადიციებს, იდენტობას. სიტიზენის კომპლექსიც ითვალისწინებს საერთო სივრცეებს სოციალიზაციისთვის, რომ ინტერესების მიხედვით მაცხოვრებლებმა ერთმანეთთან მეტი გადაკვეთის წერტილის პოვნა შეძლონ. წარმოიდგინეთ არქიტექტურა, რომელიც პატივს სცემს თქვენს წარსულს, მაგრამ არ უშინდება მომავალს. იდენტობა არ არის მუზეუმის ექსპონატი, ის ცოცხალი, მუდმივად განვითარებადი ფენომენია. როცა ჩვენ შენობებს ვაშენებთ, ჩვენ არა მხოლოდ სახლს ვქმნით, ჩვენ ვქმნით მომავალი თაობების მეხსიერებას. იდენტობას. თქვენი სახლი ეს თქვენი ხმაა მომავალში. დღეისათვის სულ ეს იყო. მომავალ შეხვედრა.